მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება და ჩემო მშვენიერება. ისი მოხდა რომ გაშლა ჩვენი კვირის პროგნოზის გაშლა ვერ ჩავწერე, კარგად გამოდის მეგი ჩავწერე, მაგრამ ხარვეზები აღმოჩნდა და ძალიან ბევრი სთხოვნით კიდე გავიმეორებ მაგ გაშლას. უბრალოდ ეხლა მე სახში არა მაქვს საშუალება რომ იმ ფორმატში გადავიღო, როგორც ვიღებ ხოლმე კვირის გაშლას, ამიტომ აი ასეთ ფორმატში თან ახლა დასდებიც არა მაქვს ბევრი წამოღებული და ამიტომ რაც გვაქვს, იმით ვკითხოთ თაროს, ხო? გვითხრეს, ანუ რა გველოდება ჩვენ ამ კვირაში, ხო, რომელიც ახლა არის. ვნახოთ მაშინ პირველ რიგში, იმედი მაქვს რომ ჩაიწერება კარგად და თქვენ ნახავთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან თქვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი და ამიტომ ვეცადოთ ასეთ ფორმატში, იქნება რაღაც უფრო კარგად გამოგვივიდეს და ჩაიწეროს მიმდევნოთ. ვნახოთ ახლა ვისთვის იქნება ეს გაშლა. ცოტა სხვა ფორმატით გავაკეთოთ. ვეცდები მაქსიმალურად რომ გავაკეთო ის გაშლას გავიმეორო მეორე არხზე, ორივეს ავიღებ, ის ხარვეზებიანს და იქაც ჩავწერ იმ გაშლას. Так, ნახოთ ახლა ეს იგი ვისთვის იქნება ეს გაშლა პირველ რიგში. ეს პროგნოზი ვისთვის იქნება. აქ არის როგორი მომენტი, იცით, ახლა ვისთვის უფრო იქნება ეს გაშლა ადამიანისთვის, ვინც გამოვიდა რაღაცა რთული პერიოდიდან. შეიძლება თქვენ ბევრ რაღაცას ფიქრობდით, თქვენ შეიძლება აქ მოხდა, კი, დასრულდა რაღაცა პერიოდი, სხვათა შორის შემიძლია გითხრა ვიღაცამ ნამდვილად გამოვიდა ძალიან დიდი განცდებიდან, ძალიან დიდი პრობლემებიდან, ფიქრებიდან, იმ თემებიდან, რომელიც თქვენ გაწუხებდათ. ხა მიკროფონმა არ მიღალატოს. და აქ არის როგორი მომენტი კიდე, იცით, შეიძლება აი უეჭველი თუ დაუშვოთ, გქონდა თქვენ პრობლემები, არა აქვს მნიშვნელობა რის, აი თქვა, ბევრს ფიქრობდეთ რაღაცას, აქაც ნახეთ წასვლა, გამოსვლა ადამიანის, აი განთავისუფლდით რაღაცისგან, გაიგეთ რა ხდება. მოდით ახლა არ დავაკონკრეტებ, იმიტომ რომ ყველას თავისი, შეიძლება ზოგს ახლა აი სულიერად რაღაცა იყო ისეთი მომენტი, რომ თქვა ახლა აი სული და ტვინი აი ერთად რაღაცნაირად აი რაღაცას ხარშავდნენ რომ იტყვიან რა, მაგრამ აი ცდილობდით მაქსიმალურად გამოსულიყავით თქვენ რაღაცა სიტუაცია, შეიძლება გაურკვეველი სიტუაციები იყო, შეიძლება იყო გავასწორებ უგულსო დავკომპლექსდე, რომ კარგად გესმოდეთ რა. ანუ შეიძლება ესეთი მომენტები იყო, რომელიც თქვენ მართლა ძალიან გიშლიდათ აი ხელს იმაში, რომ თქვა აი თავისუფლად ამოვისუნთ, აი აქ არის აი ეგეთი მომენტი, იმიტომ რომ აქ რაღაცა ძალიან დიდი კარმული გაკვეთილი გაქვთ გამოვლილი. ანუ ეს შეიძლება სხვადასხვა სფეროებს ეხებოდა, შეიძლება თქვენ აი რაზეც ფიქრობდით თქვენ დაუშვოთ ახლა აი ქვეცნობიერში სადღაც სიღრმეში გქონდათ ხო ეს ფიქრები აი შეიძლება საიდუმლო არის ზოგჯერ ისეთი მომენტები რომელშიც ჩვენ ახლა ჩვენ თავსაც არ გვინდა რომ გამოვუტყდეთ რა, მაგრამ აი მოხდა ეს მომენტი რომ თქვენ ნამდვილად გააცნობიერეთ და მიხვდეთ რომ მორჩა არ მინდა აღარ ვინერვიულებ, აღარაფერი აღარ მინდა აი ისეთი ძვირტივად არო რომელიც მე აი იმენა ნერვებს მიშლის რა. მიხვდებოდით რა ეგეთი სიგნიფიკაცია, იმიტომ რომ ძალიან კარგი თემა სხვათა შორის ეს არის აი თქოს გამთავისუფლდი იმისგან, აი ვფიქრობდი დაუშვათ რომ დიდი ხანი რაღაცა ძვირთს ატარებდეთ რა და გონებრივადაც იყავით ძალიან დაგრუზული რა, ესე რომ ვთქვათ. მოდით ვნახოთ ახლა აბა რა ენერგიებში შეხვალ თქვენ ამ კვირაში, ხო? თუ იცანით ეს პერიოდი, იმიტომ რომ აი თითქოს რაღაცა რაც გაწუხებდათ, მოიშორეთ, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. ყველა თქვენ სფეროში, ახლა ვნახოთ რა ენერგიებში შეხვალთ, ხო? რა ენერგიებში შეხვალთ. თუ იცანით თქვენი სიგნიფიკაცია რა, რა თქმა უნდა. რა ენერგიებში შეხვალთ? აი, გადასარევი მოერიეთ თქვენ, ანუ აქ ნახეთ, აქ ადამიანი ირჩევს თავის თავს. всё.
მე კაი ხასიათზე ვარ, მე ავირჩიე ჩემი თავი, მე დავამთავრე, იმიტომ რომ 10-იანებით, ან მძიმე მე 10-იანი ხმალების 10-იანი იმისი რა ქვია, გვერთხების რა, აქ მე ვირჩევ ჩემ თავს, всё, მორჩა, მე უკვე აღარ მჭირდება ეს გაუგებრობა, მე უკვე აღარ ჩემ ენერგიას არ დავხარჯავ იმაზე, რაც მე არ მემსახურება, მე უკვე ნერვებს არ მოვიშლი. აი ნახეთ თქვენ, აი აქ დაჟე ნახეთ როგორ არის, აი ეს სიყვარულიც შეიძლება ვიღაცას ქონდათ, ხო? ნამდვილად რა, რაღაცა ისეთი. მაგრამ აი აქ გვეუბნებიან, რომ შენ აი თითქოს თუ იყავი დამოკიდებული რაღაცა სიყვარულის თემებზეც, ხო? აი თითქოს როგორ არის, იცით? განთავისუფლდები, იმიტომ რომ უკვე თავს აღარ მოიტყუებ, იმიტომ რომ შენ ამაზე ისედაც ბევრს ფიქრობდი და შენ უკვე თუ არ დაამუშავებ, უკვე დაამუშავებ ამ კვირაზე. ბოლო-საბოლოოდ უკვე დამშვიდდები თუ ეჭველე. Так, მოდით ახლა ჩვენ ვნახოთ აქ თუ ხმები ესმის მაპატიეთ სახში არა ვარ როგორც გითხარით. მოდით პირველი ჩვენ ახლა ვნახოთ ეს სიგნიფიკაცია მქონდეს, ვნახოთ ჩვენ აბა კარიერა, ხო? კარიერა, საქმიანობა, სწავლა, რა მიდის ვნახოთ ამ სფეროში და რა გაგეხარდებათ, რა მოვა. Так, რა უნდა წავიდეს და რა შემოდის თქვენთან, რაც ეხება კარიერას. სამსახურს. აი ძალიან დიდი ცვლილება მოდის პირველ რიგში. ნახეთ როგორი ცვლილება მოდის. იმიტომ რომ განთავისუფლდეთ. 10-იანი საერთოდ ახლა ჩემოსწავლებმა კი იციან რომ ეს რას ნიშნავს? ბედმა. აი ბედის ჩარევა არის, გაიგეთ რომ ანუ რომ ყველაფერი შეიცვალოს. ნახოთ ახლა ჩვენ აქ რა ხდება. აი თუ დაუშვათ რამე ნერვიულობა გქონდათ, ხო? იმიტომ რომ გვერთხების რა არის? დასების დედოფალს აქ ეს თვისება შეიძლება ინერვიულს მტკივნეულად განიცადოს რაღაცები, მაგრამ ეს ნერვიულობა, რომელიც გქონდათ თქვენ, ხო, დაუშვათ რამეზე, ეს მიდის თქვენიდან ნამდვილად წავა, კი. აი რაღაცა შეიძლება დანაკლისს გრძნობდეთ, თუნდაც დაუშვათ ახლა ყველაფერს აკეთებდეთ, დაუშვათ და კლიენტები არ მოდიოდნენ. თქვენ ახლა შეცვალეთ მდგომარეობა, საერთოდ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რა, როცა ჩვენ მდგომარეობას ვცვლით, მე როგორ, ანუ რას ნიშნავს ეგა? მე როგორ ვუყურებ ამას, მე როგორ ვარ განწყობილი ამ პრობლემაზე. მიხვდეთ? და შეიძლება თქვენს აი აქ ის სიგნიფიკაცია რო გვაჩვენა, რომ აი უკვე აღარ მინდა ამაზე ვინერვიულო რა. როგორც არის, ვიღებ მადლიერებით იმას, რაც არის და თქვათ ახლა არიან კლიენტები, არიან, არ არიან, არ არიან. არის თქვათ სამსახურიდან თქვათ გაგანთავისუფლეს, სხვათა შორის აი გუშინდელი გაშლაშეც ეგ იყო ეს მომენტი ზუსტად და იგაც ხსნიდი ზუსტად მაგ თემას, რომ შეიძლება მოხდა ესეთი პერიოდი, აი ზუსტად ახლა გამახსენდა ის გუშინდელი გაშლა რო არ ჩაიწერა, რომ თქვენ განთავისუფლდებით ზუსტად იმ სიტუაციებიდან, რომელიც თქვათ უკვე თქვენ არ გჭირდებოდათ. ანუ ნახეთ როგორ არის, შეიძლება ხელმძღვანელი დაუშვათ, ან გეუბნება რომ всё მორჩა შენ ახლა აღარ გჭირდები თქვათ აქ, ან სამსახური ხო თქვათ დავასრულოთ, რომ დაასრულეთ, ან მიხვდეთ თქვენ თვითონ რომ ეს ამ სამსახურს აღარ წინსვლა მოაქვს, არაფერი არ მოაქვს და უნდა წამოვიდე ამ სამსახურიდან. ეს არის მტკივნეული, იმიტომ რომ რა თქმა უნდა სამსახურზე ადამიანი არის დამოკიდებული იმისათვის, თქვათ რომ შემოსავალი ქონდეს სამსახური, როცა ან შემოსავალი არ აქვს, ესე იგი რაღაცა პრობლემებში ვარდები, იმიტომ რომ ზოგს ახლა იპოთეკა აქვს, ზოგს სესხი, ზოგს ახლა გასაგზავნი აქვს ფული და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხდება ძალიან ამაზე არ ენერვიულობთ, იმიტომ რომ ეს ყოველთვის იმას ნიშნავს, რომ რაღაცა ახალი გელოდება და უფრო უკეთესი ვიდრე შენ გონია, იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ თვითონ გგრძნობთ, რომ თქვათ ეს სამსახური უკვე всё ვერაფერს ვერ გაჭირს, თქვათ მე ანუ ვგრძნობ, რომ უფრო მეტი მინდა, ზრდა მინდა, მაგრამ არ მაძლევს საშუალებას, ხო? ამიტომ მე დავუშვოთ ახლა თქვათ მაგრამ მე ვერ მივდივარ დავუშვოთ, ხო, იმ სამსახურიდან. აუცილებლად თუ სამყაროს ახლა აქვს თქვენთვის რაღაც გამზადებული უფრო მნიშვნელოვანი, ყველანაირად რაღაცა მოხდება, კი, მტკივნეულად უფრო, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ჩვენ ინტუიციას ზოგჯერ არ ვუჯერებთ, მაგრამ გავა დრო და მადლობელი იქნებით დაჟე შეიძლება იმ ადამიანის, ვინც გაგანთავისუფლა, ან თქვენი თავის, რომ კიდევ კაი ეს გავაკეთე და წავედი.
იგივე არის, თქვათ, შეიძლება ნერვიულობდე, თქვათ, ახლა იმაზე, რომ თქვათ, არ მოდიან, ნაკადი არ არის, თქვათ, არ მოდიან ჩემთან კლიენტები. არა უშავს, ესე იგი, მოდი რაღაცა კიდე შევცვალო. შეიძლება არ იყავეთ კმაყოფილი იმ ცოდნით, დაუშვათ, რა ცოდნაც თქვენ გაქვთ და ფიქრობდით იმაზე, რომ კიდე რაღაცა მინდა ვისწავლო, რომ დავიტანჯე იმაზე გამო, რომ კიდე რაღაცა მჭირდება და ეს ნერვიულობა თქვენი წავა. ნახოთ ახლა რა მოვა. ზუსტად ეს მოვა, რომ თქვენ აქ გამარჯვებული იქნებით, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად მოერიეთ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, თქვენ გამოდიხართ აქ თუ დაუშვათ, იყო გაჩერებული სიტუაცია, თქვენ გექნება წინსვლა გადასვლა სხვა სამსახურში, სადაც უფრო, ყველანაირად მოგებული დარჩებით ამ სიტუაციიდან, რა სიტუაციებიც აღწერეს შეიძლება თქვენ თუ იცანით, ხო? იმიტომ რომ აქ იცვლება სიტუაცია, იცვლება ძალიან კარგად, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება ის პოტენციალიც, რომელიც თქვენ გქონდა, ვერ იყენებდეთ, ეხლა გამოიყენებთ, ხო? თქვენი გამოცდილება, რომელიც თქვენ გქონდა, თქვენ ეხლა ამას უფრო გამოიყენებთ. თითქოს იმ გაჩერებული სიტუაციიდან, რა სიტუაციაც იყო, თქვენ გამოდიხართ, რატო? იმიტომ რომ თქვენ აღარ ნერვიულობთ, გაიგეთ, თქვენ იღებთ სიტუაციას ისეც, როგორიც არის, იმიტომ რომ თუ შენ არ შეგიძლია შეცვალო, შენ თვითონ ადამიანმა ფიზიკურად, მაშინ ნერვიულობა არაფერს არ მოგიტანს, ნამდვილად არ მოგიტანს, მარტო ნერვები დაგეგლიჩება და მეტი არაფერი, ხო? ზუსტად აქ ეს მომენტი არის, რომ მე გამოვდივარ და აქ თქვენ თვითონ ნამდვილად რაღაც კი. უკვე ნახეთ, დედოფალი არის თასების, ეს როცა მე ნერვიულობ, ეს ენერგია რო ავიღოთ, ხო? ხმალების დედოფალი, ეს როცა მე უკვე გავიგე, თქვათ, მე მაგ გეზით ჩემი აღებული და მე ვიცი, რომ რა უნდა გავაკეთო და მე უკვე გამოვდივარ, თქვათ, იმ რთული პერიოდიდან. მე გეუბნებით ენერგიები, თქვენი დაიჭირეთ, ხო ხვდებით რა? ვის როგორ გაქვთ, ხო? იმიტომ რომ აქ მაგალითები ჩვენ ზეგამდე არ მოვრჩებით, ხო, რომ ველაპარაკოთ, მაგრამ ეს იცოდეთ, რომ რაღაცა ცვლილებები არის. მოდით ახლა ნახოთ ფინანსებზე რა იქნება. ფინანსებზე რა იქნება? ეს ჩემი ჩანთის დასტა, კიდე კაი მქონდა, სულ, ხო და ნახოთ, ეხლა რა მიდის, ნახოთ თქვენი რა ეს ხო გვაჩვენეს ჩვენ რაღაცა მიდის, ხო, ეს რა მიდის და ნახოთ რა შემოდის ამ ფინანსების თემებში. თქვენი სევდა, ხო ხვდებით, თქვენი სევდა, თქვენი ნერვიულობა, იგივე, აქ რაღაცა ძალიან მაგარ რაღაცა დაამუშავეთ თქვენ რო იცოდეთ და მე მგონი სათაურსაც დავტოვებ იგივეს. პრინციპში ახლა ეს ასე მუშაობს, ახლა ინფორმაცია რომელიც უნდა მოგივიდეს, ის მოგივა ყველა ვარიანტში. შეიძლება ცოტა სხვა კარტა, მაგრამ მაინც ინფორმაცია იგივეა. დამერწმუნეთ, რაც იყო იმ გაშლაში. და ნახეთ რა მოდის და ის მოდის, რაც თქვენ დაიმსახურეთ. თქვენ გექნებათ აქ ძალიან დიდი წინსვლა. თუ დაუშვათ ეხლა ეხებოდა ეს აქ ნახეთ რა ხდება. შეიძლება დაუშვათ ეხლა თუ ვინმე სჭირდებოდა სწავლისთვის ფული. ნახეთ, მოდით აქედან დავიწყოთ, იმიტომ რომ განდეგელიც არის, რაღაცა ცოდნა არის, ხო? და ფიქრობდით, რომ რა ვქნა, სად ვერ ვაგზავნით, თქვა, ან ვერ ვშვები. აქ აუცილებლად თქვენ ყველა ვარიანტში თუ ან თქვენი ცოდნა დაუშვათ, ხო, მოგიტანთ თქვენ ფულის, თქვენი დიპლომი, სერტიფიკატი გამოიყენეთ, იმიტომ რომ ის რაც თქვენ გაქვთ, შეიძლება ის ახალი რაღაცა, თქვა, გაქვთ თქვენ საქმიანობა, ხო, რაღაც ახალი საბუთი მიღებული გაქვთ, სადაც თქვენი ცოდნა საჭიროა და თქვენ შეგიძლიათ ეს ცოდნა გასცეთ, იცოდეთ, აქ გექნებათ რაღაც ახალი შემოსავალი, ახალი რაღაცა, კიდე ზოგისთვის იქნება გამოსვლა რთული პერიოდიდან, ისევ იგივეს მეჩვენებენ რა. გამოსვლა, თუ იყო შეჩერებული, თქვენ ძალიან გაგეხარდება, ძალიან კმაყოფილი იქნებით, იმიტომ რომ ფული მოდის თქვენთან და პლუს კიდე ეს ფული ჩერდება თქვენთან. სხვათა შორის ახლა ტრეინინგი რო გვეწყება ჩვენ ახლა ამ დღეებში, 17-ში ვიწყებთ უკვე და იქაც მე ვასწავლე აუცილებლად რას ნიშნავს, როგორ უნდა გააჩერო ეს ენერგია შენში, ფული ენერგია არის, ხო ხვდებით და ამიტომ არის რომ შეიძლება შენთან მოდის ფული, მაგრამ მიდის ეგრევე რა. ესაც არის არ შეუძლია შენ სხეულს დაუშვათ რომ დაიჭიროს რა, ეს იმიტომ რომ ეს ენერგია
იცოდეთ ეს მარტო კაღალდები კი არ არის, ენერგია ფულის და იმიტომ მიდის და მოდის ეგა ასე უაზროდ, როცა შენ თვითონ ვერ აჩერებ რაღაცაში გიგიშლის ხელს, ხო? აი ამ ტექნიკას მოგცემთ აუცილებლად, რომ უნდა გააჩეროთ ამ ფული თქვენთან. არის კიდე ის რა ქვია, ანუ აქ თითქოს მოერევეთ ბევრ რაღაცებს, აქ შეიძლება კიდე რა არის ფული მეთქენეთ ფულიზე. ნუ ხო ცვლილება რაღაცაში, აი ცვლილება იქნება ძალიან დიდი თქვენთან და აი გაგეხარდებათ, იმიტომ რომ თითქოს გაიგებთ ისეთ რამეს, აი აქ დაჟე რას ვეტყოდე, რომ ის ადამიანი, ვისაც გაქვთ თქვენ ნუ ცოდნა, ვინც უკვე ამ ცოდნას უზიარებს ხალხს, აი თქვენ გექნება ძალიან მაგარი აქ აღიარება, იმიტომ რომ აქაც 6-იანი მაქვს, ისი რა ქვია, გვერდხების აქაც. ანუ სულ შეცვლილი წახვალ თქვენ ხალხში და შემოსავალით სულ შეცვლილი შემოვა. გამიგეთ? ამიტომ გაეუბნებით, თუ რამე იცით თქვენ, გადით ხალხში და გაუზიარეთ ხალხს ეს თქვენი ცოდნა და იმიტომ რომ ყველა ვარიანტში გაიძულებენ. იცოდეთ თქვენ თუ რაღაცა იცი და საჭიროა. იმიტომ რომ ხსუ გეუბნებით, ცოდნა ჩვენი არ არის, ხო? ცოდნა რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენს ვიყენებთ, მაგრამ სხვას უნდა გავუზიაროთ და ამიტომ იცოდეთ რომ აქ არის ეგეთი სიტუაცია რა. ნუ აქ ყველა ვარიანტში მაჩვენებენ, რომ იმათთან, ვისთანაც ქონდა გაჩერებული სიტუაცია, ფინანსური აუცილებლად, აი სულ სხვანაირად წამოვა. ნუ მე დარწმუნებული ვარ, როგორც გინდა გამიგეთ, ვინც მოვა ჩემთან ტრენინგზე ფულის და იქ ურთიერთობაც იქნება, ფული ურთიერთობა ყველგან, აი მე გასწავლეთ მაგარ რაღაცებს და ვიცი რომ თქვენი, აი ნამდვილად შეიძლება თქვენი სიტუაცია, ნამდვილად უკვე მაქვს ბევრი შედეგი ჩემი ტრენინგებიდან და აი ვიცი რომ აი აუცილებლად ან ძალიან მალე და ძალიან სწრაფად ვაფშე სულ სხვანაირი სიტუაცია გექნებათ, იმიტომ რომ აი ძალიან მაგარი პრაქტიკები მაქვს გამზადებული, რასაც მე თვითონ ვიყენებ წლები და რაც მე მაძლევს წინსვლას და აუცილებლად ამას გავუზიარებ. ვინც იქნება ჩემთან. всё, ეხლა ურთიერთობაც ნახოთ. ანუ რა მიდის და რა გაგახარებთ თქვენ ეხლა ამ კვირაში, ხო? ნახოთ. ნახოთ რა მიდის და რა გაგეხარდებათ ძალიან ამ კვირაში ურთიერთობის თემაზე. ნუ მიდის რა, თუ დაუშვოთ ეხლა თქვენ იყავით ვიღაცასთან მანძილზე, თუ ვიღაცასთან იყავით, თქვათ, ნუ პერიოდი, როცა ადამიანი არ გამოჩნდა, თქვათ, თქვენ შეიძლება ელოდებოდეთ, მაგრამ ადამიანი არ გამოდიოდა კავშირზე დაუშვოთ, ხო? არ მოგილოცეთ, თქვათ, პრაზნიკები, ხო? სოციალისტიკაც ეგრე იყო. აი ეს სიტუაცია თქვენი ცხოვრებიდან მიდის და თქვენ ახლა ნერვიულობდით, შეიძლება იფიქრეთ, რომ აი ვიღაცა შეიძლება დაჟე ის ადამიანი, რომელმაც თქვათ არ გამოავლინა თავისი თავი, თქვათ რამენაირად რა, არაფერი თქვენ ამას ტოვებთ რა, იმიტომ რომ უკვე აი გაბუტულებით ვიყავით რა, ესეც მიდის. რა მოდის? ნუ აქ მოდის იმპერატორი გოგოებო და ბიჭებო, აქ მოდის იმპერატორი, აქ მოდის ადამიანი თქვენთან ისეთი, რომელიც აი ნამდვილად გამოგიყვანთ თქვენ რაღაც აი როგორ არის იცით, ნახეთ. ამას იცნობთ თუ არა? აქ ზოგისთვის იქნება ახალი გაცნობა, ნახეთ, აქ ორ ვარიანტს გეტყვით. შეიძლება ზოგისთვის იქნება ახალი გაცნობილი ადამიანი, ახალი ადამიანი შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, რომელიც ნამდვილად თქვენ აი თითქოს დაგანახებს შენს ქალობას, რა მოდით ასე რომ ვთქვათ, ანუ ან შენს ღირებულებას რა. შეიძლება თქვათ, ეხლა ეს ადამიანი სადმე გაიცნოთ და ეს როგორი იქნება, იცით, იქაც სხვათა შორის ეგრე იყო, რომ შეიძლება ისეთი ადამიანი შეხვდება თქვენ, ვისთანაც თქვენ აი გულს გადაუშლით რა. და ზოგისთვის ეს მართლა ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანი იქნება, ვისთანაც თქვენი ცხოვრებაც შეიცვლება. გავიგეთ? არის აქ ეგეთი მომენტი რა. ნუ ძალიან პატარა პროცენტისთვის, რა თქმა უნდა, ვინცაც თქვათ ეხლა გაბუტულები ვინც იყავით, თქვათ, დაუშვათ და ეს თქვენი გმარია, თქვენთვის ეხლა ისეთი ადამიანი, თქვათ, ძვირფასი, ვისთანაც ურთიერთობა გქონდა, აქ თქვენ გადადეხართ რაღაც სხვა ეტაპზე, სხვათა შორის ეგეც იცოდეთ რა. არის ეგეთი მომენტი, იმიტომ რომ მაგრამ აქ იმ ადამიანს გაძლევენ თქვენ სადღაც შეიძლება გეუბნებით გაიცნოთ, ვინც აი თითქოს ჩემი მონათესავე სულია, ვიცანი, გამიგეთ?
იმპერატორი, იმპერატრიცა. აქ რაღაცა გეუბნებით ვიღაცისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიტუაცია, მაგრამ გოგოებო და ბიჭებო, აქ როგორი თემა არის, შეიძლება იმათვისაც ექნება კიდე ინფორმაცია, ადამიანი, რომელიც ეხლა არ იყო გარკვეული თემაში, მინდა თუ არ მინდა მე ურთიერთობა, მინდა თუ არ მინდა მე სერიოზული ურთიერთობა, ეს ადამიანი თქვათ ეხლა არ თქვენ ელოდებოდეთ, მაგრამ ეს ადამიანი არ გამოხატავდა თავის, თქვათ ეხლა აი სურვილს კი არა, უფრო გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. გაიგეთ, რაღაცა შეიძლება დიდი ხნის სიტუაცია გაქვთ თქვენ და აი მაგი მოვა თქვენთან გაოცებული იქნებით, რომ თავის სიყვარულსაც აღიარებს და იტყვის, რომ შენთან მინდა მე ოჯახის შექმნა, შენ მინდა რომ იყო ჩემი, რომ აქ იმპერატორი, იმპერატრიცა გოგოებო თუ ქმარია თქვენი, აქ უეჭველი დაბრუნება ოჯახში იქნება და გაოცდებით, თქვენ გაგიკვირდებათ, შეიძლება საღამოს თქვა საათებში და მოგწეროს თქვა დაგირეკოს და გითხრეს, რომ აი ვრუნდები ან ჩამოვდივარ ან რაღაც თქვა და მინდა შენთან საუბარი რასეზავ მიმიღებ, აი ეგეთი რაღაცა აქ ვიღაცასთან სიტუაცია არის, მაგრამ იმასაც გეუბნებით, რომ შეიძლება აქ ვიღაცისთვის იქნება აი შეხვედრა ესეთ ადამიანთან, თქვა ეხლა სადმე თუ იქნებით წასული დაუშვათ, იქ შეიძლება გაიცნობთ ადამიანს, რომელიც მიხვდებით თქვენ, რომ აი რაღაც ჩემი სულისთვის, აი თითქოს ჩემი მონათესავი სული არის რა. კი. აგეუბნებით, ზოგისთვის იქნება დაბრუნება იმ ადამიანის, როგორც თქვი და ზოგისთვის იქნება ახალი ადამიანი, რომელიც თქვენ გამოგიყვანთ იმ იმ სიტუაციიდან, რომელიც იყო თქვენთვის ძალიან მტკივნეული. საჯარო გაშლაშეს მე სხვანაირად ვერ ვიტყვი, მაგრამ ის რომ თქვენ ორივე ვარიანტში ძალიან გაგეხარდება და ძალიან ბედნიერი იქნებით, ამაზე ახლა 1000%-იანი შემიძლია გითხრათ. ეს იქნება გოგოებო სრულიად მოულოდნელად და ბიჭებო, სრულიად მოულოდნელად. აი თქვენ როგორ არის იცით? აქ ზოგისთვის იქნება ურთიერთობა, რომელიც თქვენ გონიათ რომ დასრულდა. კი. აი ესეთი პროგნოზი შემოლამაზებო, იმედი მაქვს რომ ჩაიწერა კარგად, ეხლა მოვუსმენ და თუ კარგად ჩაიწერა აუცილებლად დავდებ და ვერ დაგტოვებდეთ უბრალოდ ეხლა ამ გაშლის გარეშე ვიცი რომ თქვენ გიყვართ ეს გაშლა და მნიშვნელოვანიც არის პროგნოზი იცოდეთ რას გაფრთხილება რატომაც არა, ხო? მადლობა.